ჩემთვის ამ ძალას წარმოადგენს ადამიანები, რომლებიც უკვე მე-60 დღეა იკრიბებიან რუსთაველზე, მართავენ სხვადასხვა საპროტესტო აქციას, მარშებს, დგავენ სპეციალურ პერფორმანსებს, იმიტომ რომ ჩვენ ყველა მიგვდგომა ადამიანებმა ზუსტად ვიცით, რისთვის ვიბრძვით, ჩვენ ვიბრძვით ჩვენი ქვეყნისთვის, ამიტომ დასაკარგი არაფერი არ გვაქვს, ამიტომ არ ვიღლებით, ამიტომ ვართ ყველანი ერთად. ამიტომ ვცდილობთ, ხმარობთ ყოველა ღონეს, რომ გავაგონოთ ამ უზურპატორ მიმტაცებელ ჩვენი სახელმწიფოს მიმტაცებელ ხელისუფლებას, უბრალოდ რუსულ ხელისუფლებას, რომ მათ არ აქვს სხვა გამოსავალი. ეს არის ჩვენი ბრძოლა. ჩვენ არა ვართ მარტო ამ ბრძოლაში. ყველაზე მთავარი კიდევ ის არის, რომ დასავლეთი ევროპული საზოგადოება, ამერიკის შეერთებული შტატები ხედავს ამ ჩვენს ძალისხმევას, იმიტომ რომ მოსახლეობა გაერთიანდა იმ დიადი მიზნისთვის, ასე ვიტყვი მე, რაც ჩვენმა წინაპრებმა ჯერ კიდევ როდის იზრუნეს და იფიქრეს ამაზე, იმიტომ რომ ჩვენ გვჭირდება მოკავშირე, იმიტომ რომ ჩვენ ვართ პატარა ქვეყანა, რომელიც არასოდეს ალბათ ვერ იქნება მარტო. ამას ვამბობ მე, ეხა მოვდივარ მე საზმაუს პროტესტიდან, სადაც ქონდა ესეთი დისკუსია საზმაუს ზღაპრები დიდებისთვის და იქ შევეცადეთ ამ პროპაგანდისტების, ანუ სპეციალური მანქანა ამუშავებული, რაც მუშაობს ხალხზე, რომელიც არწმუნებს, თესავს უსუსურობის შეგრძნებას, თესავს უიმედობის შეგრძნებას, რომ თითქოს და არ გვაქვს არანაირი გამოსავალი. ჩვენ შევეცადეთ ახლა, რომ პირიქით გვეთქვა სიმართლე, რის წინაშე ვდგავართ, რა არის ისინი გველაპარაკებიან ჩვენ რაღაც ამ გლობალურ პოლიტიკურ გადანაწილებაზე და მაშინ ჩვენ ვსვამთ კითხვას, ჩვენ ხო გვჭირდება ამისთვის ამ გვეუბნებიან რომ ვართ პატარა ქვეყანა და ამიტომ ვერ ვიქნებით მარტო, მაგრამ გვთავაზობენ რომ თურმე ამ დიდმა სახელმწიფოებმა თვითონ გადაანაწილონ, თვითონ შექმნან რაღაც პლატფორმა და მე ჩვენ ესე გულხელ დაკრეფილები დაველოდოთ. ეს არის მტკნარი სიცრუე, აქვე ვამბობ. ამიტომ რომ ჩვენ ვართ ადამიანები, რომლებმაც უნდა მართოთ ჩვენი ქვეყანა, ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ ჩვენი ბედი, მაგრამ ამისთვის გვჭირდება მოკავშირეები და ნამდვილად ვერ დავეთანხმები ამ რუსულ ხელისუფლებას. იქ მდგომი ყველა ადამიანის აზრს ვაჟღერებ, რომ ჩვენთვის შედეგის მომტანია მარტო დავრჩეთ ამ პირსისხლიან მტერთან სავალალოდ რომ ჩვენი მეზობელი. ამიტომ გვჭირდება ჩვენ ვიყოთ ჩვენ თვითონ ძლიერები, ჩვენ თვითონ საზოგადოება მართოთ სახელმწიფო, იმიტომ რომ ეს ქვეყანა არ არის რაღაც პატარა კლანის თუ მე მგონი ერთი კერძოდ ერთი პიროვნების, რომლის ნებასრულზე თამაშობს ახლა და დადის ეს მთელი ეგრეთ წოდებული ხელისუფლება, მე მათ თოჯინებს ვეძახით, იმიტომ რომ მისი გადაწყვეტია, მისი ეს ყველა ინსტიტუტი მიტაცებულია მთელი სახელმწიფო ინსტიტუტი დამეთანხმებით და მის ნებასრულზე უნდა რომ იყოს მისი პირადი საკუთრება ეს ქვეყანა, ამას არ ვეგუებით ჩვენ გიდათ რომ ჩვენ თვითონ გადავწინოთ ჩვენი ქვეყნის მომავალი, ეხლა დავეთანხმებით ჩემს წინ გამოდიოდა ადამიანი, ის სოციალური პრობლემები, რომელზეც ჩვენ არ ვსაუბრობდით, რომელსაც 12 წლის მანძილზე და მანამდეც გაუჩუმდით, ეს არის ზუსტად იმის შედეგი, სადაც მოვედით ეხლა. ეს აუცილებლად გასაპროტესტებელია და მაშინ ვერ დადგებოდა ხელისუფლება ასე მყარად, თავის ნაჭუჭში ვერ შეიქმნიდა, როცა მოსახლეობა დადგებოდა იქ, იმიტომ რომ ჩვენ უნდა გავათვითცნობიეროთ, რომ მერეც, როცა აუცილებლად გადავაგდეთ ამ ხელისუფლებას, არ უნდა შევეგუოთ არცად გადაცდომას, უნდა გამოვთქვათ პროტესტი ყველა იმ საკითხზე, რაც ეხება პირადად ჩემს, თქვენს კეთილდღეობას. ამიტომ ახლა მე მაქვს იმის იმედი, რომ ხელისუფლებაც შეშინებულია, იმიტომ რომ დაიბადა ახალი საზოგადოება, რომელმაც ერთხელ და სამუდამოდ გაათვითცნობიერა, რომ მას შეუძლია გამოთქვას პროტესტი ყველაფერზე, იმიტომ რომ ეს არის მისი მომავალი. ამიტომ ვერანაირად ვერ შეგვაშინებს ეს ხელისუფლება და მოუწევს უკან დაიხიოს აი ამ საზოგადოების წინაშე, დანიშნოს ახალი არჩევნები და აუცილებლად გაანთავისუფლოს უკანონოდ დაკავებული ყველა პატიმარი. აუცილებლად მინდა სოლიდარობა ვთქვა ჟურნალისტის მიმართ, რომელიც უკანონოდ იხდის ამ სასჯელს, ეს არის განგაშის სიგნალი ვიმეორებ, იმიტომ რომ თავისუფალი სიტყვა არის დატყვევებული, ეს არის ანგარიშწორება თქვენზე, რომ გააჩუმოს ისევ, როგორც ყველა ინსტიტუტი გააჩუმოს თავისუფალი მედია. ამიტომ ჩვენ ვიბრძოლებთ და ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ შედეგს.